ნაწილი მეხუთე ფსიქოლოგიური ბრძოლა. ფსიქოლოგიური ბრძოლა გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნებისმიერ ერთ არ მიმართებაში, თუ გსურთ ამა თუ იმ ერის დემორალიზაცია, ერის გაღწნა, ერის განადგურება და ერის დაცება, მოკლედ რომ ვთქვათ. განსაკუთრებით საქართველოს და ქართულ ერთა მიმართებაში მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ბრძოლა და მათი მიზანი არის ჩვენი მორალის, შეხედულებების, ქცევების, არა მარტო შეცვლა, არამედ მათი დამორჩილებაც კი. განსაკუთრებით ამას ძალიან კარგად დავაკვირდებით თუნდაც საინფორმაციო ველზე, თუ ქოცურ ნარატივს როგორ აუცილებლად ქოცური ტელევიზიები, ნაცური ტელევიზიები, ნაცურ ნარატივს, საერთო ჯამში ერთნაირ ნარატივს აუცილებლად მოდი ღრმათაც რო გავყვეთ. ამავდროულად ჩვენ დავაკვირდებით იმასაც, თუ ვინ არის ჩვენს ქვეყანაში ამერიკის, ევროპის თუ რუსეთის მხარეს, მათი შეხედულებებით და მათი საუბრის ნარატივით. ამაში ძალიან ბევრი, მათ შორის თქვენთვის საყვარელი ინფლუენსერიც არის გარეული, რომელსაც შეიძლება ერთ შეხედვით ვერ ასე თქვა აღიქვათ, რომ რომელიმე მხარეს იდგეს, მაგრამ თუ დააკვირდებოდით, ბოლო არჩევნებზეც და ზოგადად არჩევნებზე, ვითომ ლატენტური ქოცები ქოცებს უჭერენ მხარს, ვითომ ლატენტური ნაცები ნაცებს უჭერენ მხარს და მოკლედ მიდის პოლიტიკურ თეატრალური დასი და ამ თეატრში კიდე თქვენც იღებთ მონაწილეობას თქვენ და საუბედუროთ. ფსიქოლოგიური ბრძოლა არის ისეთი რამ, რომელიც უმნიშვნელოვანესი არის ნებისმიერ ერის დემორალიზაციისათვის, ერის გახსნისათვის. თუ დავაკვირდებით, ჩვენ ქვეყანაში ძალიან სწორად, სტრატეგიულად, რაც ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი არის ამის ფინანსები, ანუ ფული და ტელევიზიები, ანუ საინფორმაციო ველი, მთლიანად მიაქვს მხოლოდ უარყოფით პროპაგანდას, გაღწნილ პროპაგანდას საქართველოს და ქართულ ერთა მიმართებაში. განსაკუთრებით კი ცდილობენ მომავალთაობა მოწამონ სხვადასხვა ნარატივებით რა. მე კი გეტყვით, არც რუსეთი, არც ამერიკა, არც ევროპა, არავინ არ არის ჩვენი მეგობარი, არც თურქეთი, არ მოკლედ არც ერთ მხარეს არ ყავს მეგობარი რა. და ნუ ყვებით კიდე თქვენ, ნუ ხვდებით ამ პროპაგანდის მსხვერპლი. ნუ ხვდებით და ნუ ყვებით სხვადასხვა პოლიტიკურ თეატრალურ დასებს, მათ შორის ინფლუენსერებს. ფსიქოლოგიურად თქვენზე ახდენენ ძალიან დიდ ზეგავლენას. ყველა სახის, აბსოლუტურად ყველა სახის უარყოფითი და გაღწნილი პროპაგანდა და ფსიქოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობს თქვენში. და ჩემ ხელა ასაკის, პატარა ასაკის თუ დიდი ასაკის იქნება, ყველაზე ცნობენ ზეგავლენას. მართალია, ეხა მე არ მგონია ვინმეს პროპაგანდის მსხვერპლი ვიყო რამენაირად, იმიტომ რომ ყველა მხარეს ისე თუ ასე ვიცი, როგორ უნდა ვესაუბრო და მათ თუნდაც რაღაცას რომ გააჟღერებს ქოცები ან ნაცები რაღაცას რომ გააჟღერებს რომელიმე რუსეთის ან ევროპის ან ამერიკის ლატენტური მხარდამჭერებით რაღაცას რომ გააჟღერებს, იმ პროცესს ყოველთვის ვამოწმ. ანუ თქვენს ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოგიწოდებთ, ასე ვთქვათ. და ამავდროულად კიდე ჩვენს ქვეყანაში ხომ მიდის ყველანაირი გაღწნილი პროპაგანდა. რატომ არ მიდის ეროვნული პროპაგანდა? რატო არ მიდის? შეიძლება ერთხელ ვიღაცამ ეროვნული ტრადიციული დღის წესრიგისკენ მოგვიწოდოს. ეხლა არ ჩავმიტოვოთ ოღონდ რამოდენიმე დღე, რომელ დღეებზეც ძალიან კარგად ვიცით, ან ერთი მხარის, ან მეორე მხარის პოლიტიკური შეხედულებები რა არის ხოლმე. მე ვიძახი იმას, რომ ეროვნული ტრადიციული დღის წესრიგი გჭირდება ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას მორალურად ცდილობენ დაცემ, გაანადგურონ. მოკლედ, შორს ვარ წავიდეთ, ნუ აყვებით ნურავის პროპაგანდას, ნუ იქნებით ნურავის ფსიქოლოგიის მსხვერპლი და იცხოვრეთ ისე, როგორც ღირსეულ ქართველებს შეშვენით. მე კი ჩემ მხრიდან რაც შემიძლია გთხოვოთ, ის არის რომ გამომიწევოთ აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე, თემო ბოკელავად ჩაწევთ ნახოთ ყველგან, სადაც კი ჩემს სახელგვარს წაიკითხოთ ყველგან გამომიწერეთ და ამავდროულად სრული მაქვს რომ გავაკეთო ისეთი რამ, ისეთი ტექნიკა შევიძინო, რომელიც ნებისმიერ საინფორმაციო ველს გარღვევს და ქოცნაცულ, არა მარტო ქოცნაცულ, მათ შორის ამერიკულ, რუსულ და ევროპულ სატელიტებს, მოდი ასე ვთქვათ, გაანაიტრალებს საინფორმაციო ველის თვალსაზრისით. ანუ განსაცდელად არაფერი არ არის, უბრალოდ სურს რომ მათზე მეტ ადამიანთა მივიტანო მხოლოდ სიმართლე, ანუ თქვენთან თუ მომაქვს სიმართლე, მინდა უფრო მეტ ადამიანთა მივიტანო სიმართლე და რაც შემიძლია დაგკვირდეთ ჩემ მხრიდან, რა თქმა უნდა, ნახავთ ყველგან სამართლიანს და ჩემთვის უმნიშვნელოვანესი არის ეროვნული ტრადიციული დღის წესრიგი საქართველოში.
და არა ვინმეს კოლონია თან მონატყოფნა. ამიტომაც მაქსიმუმ თქვით ახლა ამ ვიდეოს გაზიარებას. დონაციის ანგარიშები კომენტარებში იქნება მითითებული და თუნდაც თქვენი 1 ლარი პირდაპირ გეუბნებით, რომ დაიხარჯა მხოლოდ ტექნიკის შეძენაზე. მადლობა ყურადღებისთვის.